მოგესალმებით მაგიდის წევრებო და ტელემაყურებლებო. დღეს კვირა საღამოა, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება სოციალურ-დედუქციური დრამა, ფსიქოლოგიური თრილერი, სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. პირველი ნომერი ლალი ტოტიკაშვილი. მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ საოცარ სტუდიაში ვარ თქვენთან ერთად. მადლობა. ორი ნომერი ლაშა ნოზაძე. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით, გისურვებთ წარმატებულ თამაშს, გაუმარჯოს პატიოსნებას. მადლობა. სამი ნომერი მალხას ქრივიშვილი. მოგესალმებით ყველას, შესანიშნავი გარემოა და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ოთხი ნომერი რეზო ბლიაძე. მოგესალმებით, გილოცავთ ბიჭებო ახალი პროექტის დაწყებას, ვიცი რომ ყველაფერს მაღალი პასუხისმგებლობით უდგებით და ეს პროექტიც ერთ-ერთი წარმატებული იქნება თქვენს კარიერაში. მადლობა. მეხუთე ნომერი ნუცა გილიგაშვილი. გამარჯობა, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. მეექვსე ნომერი ლევან სუხიტაშვილი. მოგესალმებით ყველას, მიხარია რომ ამ პროექტის პირველივე გადაცემაში ესეთი კარგი ადამიანები შევიკრიბეთ და განსაკუთრებით პატიოსან მოქალაქეებს გისურვებთ წარმატებულ თამაშს. მეშვიდე ნომერი გიორგი ძოწენიძე. მოგესალმებით, მივესალმები ყველა მოთამაშეს და წარმატებას უსურვებ ამ პროექტს რუსთავე 2-ზე. მადლობა. მერვე ნომერი ზაზა ნოზაძე. გამარჯობა მეგობრებო, მინდა პირველ რიგში ამ პროექტს უსურვო წარმატება, მახარებს რომ ვარ ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად და წარმატებას უსურვებ მხოლოდ პატიოსან მოქალაქეებს. მადლობა. 9 ნომერი სოფობედია. მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებ ამ პროექტს და მიხარია და მიყვარს ძალიან ნიღბების ღამე. მადლობა. მაგიდასთან შეთხართ ორი გუნდი, ანუ ორი როლის წარმომადგენლები. 7 პატიოსანი, ხოლო 2 ნიღბიანი. პატიოსანმა მოქალაქეებმა უნდა ამოიცნოთ ნიღბიანები და უნდა გაწმინდოთ მათგან მაგიდა. ხოლო ნიღბიანებმა თავის მხრივ ყველაფერი უნდა იღონოთ თავის გადასარჩენად. უკვე გაიმართა ფარული კენჭისყრა და ყველა თქვენგანმა იცით საკუთარი როლი. არ ვიცით ჩვენ და არ იცის მაყურებელმა. ყველა მოთამაშეს საუბრისთვის მიეცემა 1 წუთი აკონტროლეთ დრო, რადგან თუ 1 წუთს გადააცილებთ, ან სხვას ჩაერთვებით საუბარში მიიღებთ გაფრთხილებას. ხოლო მეოთხე გაფრთხილების შემთხვევაში გამოეთიშებით თამაშს. მაშასე თამაში იხსნება, მაგიდას გახსნის პირველი ნომერი. პირველი ნომრის 1 წუთი. ვინაიდან ძალიან რთული ნომერი მხვდა წილად, პირველი და სამწუხაროდ ვერ ვისმენ სხვა მოთამაშეების აზრს, ძალიან რთული იქნება ჩემთვის ახლა დავასახელო ვინმე. მაგრამ რაც შეეხება თამაშს ვიტყვი რომ ძალიან მომწონს ეს თამაში, არ მითამაშია საკმაოდ ბევრი წელია და დღეს მინდა მადლობა უთხრა რუსთავი 2-ს, რომ მომეცა ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად თამაშის საშუალება. ვერ დავასახელებ ვერავის ამ ეტაპზე. აპატიეთ. მადლობა. 2 ნომრის 1 წუთი. დიახ, პირველ რიგში ყველას გამარჯვებას უსურვებ გულით, თუმცა ეს არ გამოვა, ვიცი რომ გაიმარჯვებს ნაწილი თუ ერთი. თუმცა ნიღბებთან ერთად ცხოვრება აქ არტისტებთან გვაქვს საქმე და ვიცი რომ ძალიან ბუნებრივია. მათთვის ადვილი არ იქნება, ესე იგი ამოცნობა. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ჯერ გამარჯვებაც არ დაგვისრულებია ფაქტიურად. ამიტომ ყველაფერი წინ არის, ჩემი აზრით. მადლობა. 3 ნომრის 1 წუთი. ძალიან პოპულარული თამაშია, ეს ხალხმაც იცის და თამაშობს, ახალგაზრდები და ჩემი თაობაც რა თქმა უნდა და თქვენზე პატარებიც თამაშობენ ამ თამაშს და მიხარია რომ ეს პროექტი შედგა და ჩვენ ვიღებთ აქ მონაწილეობას გადასარევი ხალხი, წესიერი, პატიოსანი, შესანიშნავი, ნიჭიერი ადამიანების გვერდზე მოვხდი ახლა დღეს მე და რა ვიცი, ნახოთ როგორ ვითამაშებთ, როგორ გამოვავლენთ იმ ორ ნიღბოსანს, შევხედოთ, ჯერ ვაკვირდები, ჯერჯერობით ეჭვი არავიზია არ მაქვს, იმიტომ რომ ყველა შენიღბულია პატიოსნად და ლამაზად
ამიტომ ჯერჯერობით მე ვერ დავასახელებ ვერავის, ვერც ეჭვს ვერ გამოვთქვა. ჯერ კიდევ დავაკვირდები. ეს არის ჩემი სიტყვა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. 4 ნომრის 1 წუთი. წარმატებას უსურვებ ყველა მოთამაშეს, ყველა მონაწილეს. მე ვეცდები რომ ისევე როგორც რეზოდა ბავშვების მუსიკაში აქაც ვიყო პატიოსანი, ხოლო ჩემი პატიოსნების შესახებ გადაწყვეტილებები თქვენთვის არა, ჩემო მეგობრებო, თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ მაყურებლისთვის მიმინდია და ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს ამ თამაშს. მადლობა 4-იანს. 5 ნომრის 1 წუთი. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და ერთადერთი სურვილი აქ რომ მოვდიოდი მქონდა ის რომ შემხედრო და პატიოსანი მოქალაქის კარტი, იმიტომ რომ როცა მშვიდად ხარ ცხოვრებაში მაგაზე ბედნიერება არაფერია და შესაბამისად პატიოსანი ადამიანის როლში ყოფნა მგონია რომ არ გამიჭირდება. ნახოთ რა იქნება. მადლობა. 6 ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იგივე ეს თქმა შემიძლია განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ადამიანს, როცა თამაშობ ამ თამაშს და ხარ ნიღბოსანი, იმიტომ რომ ეს ხანაერის უნდა. ეხლა ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ამისგან, იმიტომ რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე და მოუწოდებ დანარჩენ პატიოსან მოქალაქეებს, ვინც იხართ, რომ არ შეცდეთ რაღაცეებში, იმიტომ ვიყოთ ძალიან დაკვირვებულები. მიუხედავად იმისა, ორნი არიან, მაინც გმართებს სიფრთხილე. ამ ეტაპზე არ მყავს ვინმე ეჭვმიტანილი, ვერც მეყოლებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მე როცა ვაკვირდები ხომ, როცა იხსნიან, პირველადი ეფექტი არის ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და მე რო უკვე მოხსნილი მქონდა, სულ რაღაც 3 ადამიანი დავინახე მასე და ჯერჯერობით არ მოქვს. დავაკვირდები და კიდევ ერთხელ გისურვებთ, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ. პატიოსანი. 7-იანის 1 წუთი. წარმატებას გისურვებთ ყველა მოთამაშეს. ბუნებრივია, ძალიან რთულია ახლა ასე პირველ წრეზე პირდაპირ ადამიანი დაასახელო, მაგრამ რაღაც ეჭვები მაინც ამ მოცემულობაში გამიჩნდა თავისთავად ვიღაცეებზე შეიძლება ითქვას, მაგრამ ბუნებრივია ამას არ ვიყვი, სანამ არ გამტკიცდება ეს ჩემთვის. იქამდე კი აქ დავასრულებ ჩემს სიტყვას და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას მხოლოდ პატიოსან მოქალაქეებს თავისთავად. მადლობა. 8 ნომრის 1 წუთი. პირველ რიგში იმას ვიტყოდი და დავითანხმები ლევანს, რთული თამაში გველის, ვინაიდან აქ გიყურებთ ყველა არტისტია, მსახიობების ყავს, მოკლედ კარგად დავაკვირდეთ მეგობრებო, ვინც ვართ პატიოსნები. რაც შეეხება ჩემს ეჭვებს, ჯერჯერობით რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი არ გამაჩნია. მე სრულიად პატიოსანი გახლავართ და იმდენად პატიოსანი, ზოგადად ვერ ვიტან ნიღბიან ხალხს, იმდენად ვერ ვიტან, რომ რეპერი გავხდი ბოლოს და მთელი გულით და სულით ვეძებ და რა ვიცი, მართლაც მოგიწოდებთ, რომ კარგად დავაკვირდეთ მოკლედ თამაშს და თითოეულ მონაწილეს. წარმატებებს გისურვებთ პატიოსან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ. მადლობა. 9-იანის 1 წუთი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია თითოეული თქვენგანის ყოფნა მაგიდასთან და თამაში. რადგანაც მე-9 ნომერი ვარ, ზოგადად უკვე მოგისმინეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და ძალიან გულწრფელები იყავით თქვენს გამოსვლაში. მე რა თქმა უნდა ვარ ისევ და ისევ პატიოსანი მოქალაქე, დაგაკვირდებით. მინდა ბევრი ვისაუბრო, განსაკუთრებით მომიწონდა მე-4 ნომერი, ძალიან გულწრფელი იყო მე-5 ნომერი და ამ ეტაპზე ლევანის მომეწონდა ძალიან. დანარჩენებიც, რა თქმა უნდა, მომწოხართ და მიყვარხართ, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ უფრო დეტალურად გამგიხილოთ შემდეგ წრეზე. მადლობა. პირველი წრე ამით ამოიწურა. ახლა აუცილებელია, რომ ყოველმა თქვენგანმა გაიკეთოს ნიღაბი, რადგან იწყება პირველი ნიღბების ღამე. ყველამ გავიკეთოთ ნიღაბი. მაშასე უნდა გითხრათ, რომ ამ ღამეს ერთმანეთს გაიცნობენ ნიღბიანები, გაიცნობს მათ მაყურებელიც და ნიღბიანები გადაწყვეტენ თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში. ყველას გვიკეთია ნიღბები და მხოლოდ ის ორი ნიღბიანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს. მხოლოდ ორმა ნიღბიანმა მოიხსენით ნიღაბი და გაიცანით ერთმანეთი.
როგორც ხედავ, გაიცნეს ერთმანეთი. ახლა აუცილებელია რომ მანიშნოთ თუ რომელმა მაგიდის წევრმა უნდა დატოვოს მაგიდა. რომელმა მაგიდის წევრმა უნდა დატოვოს მაგიდა. გასაგებია. გადაწყვეტილება მიღებულია. გადაწყვეტილება მიღებულია. მაშასე ყველა ვიხსნით ნიღავს და თენდება. რთული ღამე იყო. მეცაც ვიტყვი ძალიან რთული ღამე იყო. და მაგიდას ტოვებს ნომერი მაგიდას ტოვებს ნომერი 8. რიანის 30 წამი. ესე იგი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს თამაში ბევრჯერ მითამაშია, ძალიან რთულია ერთი წრით რამე ისაუბრო, მაგრამ აი ერთ პირველს და მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი სიტყვით. აი მე სოფოსთან წეღან უთხარი, რომ არ აირჩიოთქო აი მეგობრები რა, აი რაღაც ეგ არ მიყვარს, როცა ადამიანი ამბობს, რომ შენ მომწონ ხარ, ეს არის საეჭვო, ეს იცოდეთ. მაგრამ თავს ვერ დავდებ, რა თქმა უნდა. ამავდროულად სწორი ქენით რომ მე გამაგდეთ, იმიტომ რომ მე უეჭველი მოვიგებდი ამ თამაშს. პატიოსანი ვარ, რა თქმა უნდა. აბა წარმატებებს გისურვებ. მადლობა, ვიმშვიდობებით 8 ნომერს. მადლობა თამაშისთვის. ახლა უნდა გითხრათ რომ იწყება თავისუფალი წუთი, ეს არის დრო, სადაც ყველა თქვენთაგას შეუძლია რომ ისაუბროს. დრო ჩაირთო. არ მინდა ვინმეს თავს დავესხა, მაგრამ აც განსვენებული ჩვენი ზაზა ერთმანეთთან სამყოფოს. მართალია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველას მოგვიქონა თავი, შენ. რატო ეგ რას ნიშნავს? შენ. ეგ რას ნიშნავს? აი რო იძახის ადამიანი რომ შენ მომწონხარ, რატო არ შეიძლება მაგის? ნახე რაღაცა კეთილგანწყობას იპოვებს. მათ კეთილგანწყობას ავიღებ რა, უკაცრავად. სხვა შეს მე ვაფშე ვერ მივხვდი ზაზას გაგდების მე მგონია რომ ძალიან არს. ანუ ეხა ძალიან განაპაძენიაზე გამოდიხართ, მაგრამ არ შეიძლება ესე. იყოს გასაგებია კიდე. არა, მე ხელს არ გადებ. ჩემი გულწრფელი დამოკიდებით მეჩვენეთ ეხა მე-9 ნომერი ვარ ხდები ხომ და მოგისმინ. რაღაც ლოგიკა მართლა არის, მაგაში შეგვიძლია. არა, კი, მასე ჩემი მეგობრებს უქნიათ მასე, თუმცა ამდენი ერთად არავის არ მოწონებია. მივხვდით თანაც პირველ ნივეწრზე არ გადებ ხელს. უბრალოდ მე ჩემი ვარაუდი გამოვთქვი. რომ ანუ ხო შეიძლება ვიჭვი მქონდეს. თამაში. დრო ამოიწურა, მადლობა. დრო ამოიწურა, გაფრთხილებებს გაუფრთხილდეთ. მაშასე ახლა იწყება მეორე წრე, მეორე წრეზე შეგიძლიათ უკვე დაასახელოთ თქვენი კანდიდატები და შემდეგ უკვე მაგიდას დატოვებს ხმის მიცემის ეტაპის შემდეგ ახლა დატოვებს ერთ-ერთი თქვენთაგანი მაგიდას, თუმცა მანამდე იწყება მეორე წრე და მეორე წრის გახსნის მეორე ნომერი, მეორე ნომრის 1 წუთი. ძალიან რთულია მართლა ასე, ზაზა ძალიან ჭკვიანი კაცია და ძალიან ჭკვიანურად ჩამოაყალიბა აზრი, რაც მან თქვა, გულთან მისატანია, თუმცა მარსებობს რაღაცნაირი ყველა ადამიანში მესამე თვალი, ხო? რაღაცას რო აღიქვავს, რომ არ არის სათანადო სალამი, ვთქვათ, შენიღბულია თუ არა. თუმცა ძალიან საეჭვოა ეს და ეჭვი ერთგვარი დამბუპველია მე თუ მკითხავ, მაგრამ რატომღაც გამარჯვების შემდეგ რომ თვალებს ერთმანეთს ვარიდებთ, ცოტა მისი ფიქრები მიმყარდება. ეს არის ჩემი აზრი და ეს. ანუ მე გოდიში 5 ნომრის აფრთხილება თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა არის, შეიძლება რამოდენიმე იყოს. ერთი კანდიდატურა უნდა დავსვათ. ერთი თუ უნდა იყოს, მაინც მიჭირს, თავს შევიკავებ თუ აუცილებლად უნდა. აუცილებელი არ არის თქვენი გადასაწყვეტი. არა, მაშინ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ უხერხულობის მომენტი იყო ეს და არა ის. მადლობა. 3 ნომრის 1 წუთი. ეხლა ვუსმენდი და ესე იგი 2 ნომერს და ერთი რამე ვერ დავაფიქსირეთ, ეს 8 ნომერი, როდესაც გავიდა და თქვა რომ პატიოსანი ვარ, ჩვენ ხო არ ვიცით ის ნიღბიანი იყო თუ პატიოსანი. ჯერ ერთი. და შეიძლება სულაც ნიღბიანი იყო და ისეთი ის დაგვიტოვა ჩვენ და გადმოაბრალა მე-9 ნომერს, ხო? არ ვიცი, ეხლა რაღაცა ის დაგვიტოვა აი მე-9 ნომერის საკვებად.
იყო და მაგას ეხლა ვერ მივხვდებით ჯერჯერობით და ძალიან რთულია ეხლა ჩამოაყალიბო ის ვინმეზე თქვა დაასახელო ესე ძალიან რთულია ეხლა მართალია ეხლა ლალი ძალიან ისე ზის შვიდად რაღაცა მგონია რომ ისე შვიდად არ უნდა იზრდეს წესი და თქვენი კანდიდატურა კანდიდატურა არ ვიცი ჯერჯერობით ვერ ვასახელებ კანდიდატს კარგით გასაგებია აქეთაც 4 ნომრის ისე მიყურებს და ისე დრო ამოიწურა უკაცრავად დრო ამოიწურა 4 ნომრის 1 წუთი მე მგონია რომ ჩვენმა ბატონმა ძალიან ოსტატურად გადაიტანა ისრები გადაანაწილა სხვადასხვა მოთამაშეებზე სინამდვილეში ჩვენმა მეგობარმა დატოვა თამაში იმიტომ რომ ორმა ნიღბიანმა შეხედა ერთმანეთს და გაუშვეს ის ადამიანი ამიტომ ვფიქრობ რომ ზაზა მართლაც იყო პატიოსანი მოთამაშე და მის ლოგიკაშიც მის გვერდზე მჯდომ ადამიანებშიც არის რაღაცა ლოგიკა თუმცა თქვენ ისე ოსტატურად გადაიტანეთ რომ ერთი რო სოფოზე გამიმყარეთ ეჭვი და მეორე თქვენზეც გამიჩინეთ ბატონო ჩემი. თქვენი კანდიდატურა? ჩემი კანდიდატურა ბატონი მალხაზი. 3 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, დაასრულეთ. 4 ნომერი დაასრულეთ. ავასრულე. მადლობა. 5 ნომრის 1 წუთი. ესე იგი, ყველაზე გამოცდილი მოთამაშე მგონია ბატონი მესამე ნომერი. მგონია რა ეგრეც არის. შესაბამისად ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ რაღაც ისე წარმოაჩინა მერვე ნომერმა თავი რომ მგონია რომ ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იყო ნამდვილად. და ლოგიკური არის მისი მოშორება, ანუ ეს ამ ადამიანების ჭკუაზე მეტყველებს რომ მოიშორეს მერვე ნომერი. რაღაც ეჭვი, მოკლედ, ასე ვთქვათ, თუ ვინმე უნდა დავასახელო და შედარებით რაღაცა ლოგიკას მინდა რომ ჩავეჭიდო და მივყვე ერთ-ერთი ვერსია, ну ხელს არ ვადებ, მაგრამ მეც მესამე ნომერზე მაქვს. პატივისცემით ბატონო, მესამე. თქვენი კანდიდატურა სამიანი. დიახ, თუ გასაგებია. კი ბატონო, სამიანი დასახელებულია 6 ნომრის 1 წუთი. აბსოლუტურად ლოგიკურად მიყვა რეზო და არის მაგაში ლოგიკა, იმიტომ რომ მეც რაღაცა არა ბუნებრივი მომეჩვენა ისრების გატანა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი სოფოზე, ჯერ თრადა არა მაგ გაქარწყლებული თქვენზე ეჭვი. მაგრამ რაღაცნაირად მალხაზმა შემიტრიალა მეც რაღაცა ეჭვები გამიმყარა და ლალიზე მეც ვფიქრობ სხვათა შორის. მინდა გითხრა, მაგრამ მთლად არა ვარ ჩამოყალიბებული. ასე რომ ამ ეტაპზე მოდი მეც მალხაზს. თქვენი კანდიდატურაც 3 ნომერია? კი. შეგახსენებთ რომ დასახელებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატურა, ეს არის 3 ნომერი და 7-იანის 1 წუთი. შესაძლოა მესამე მოთამაშემ შეცდომა დაუშვა იმ სიტყვაში, როცა თქვა რომ შესაძლოა მაფიოზი იყოს, ეს უბრალოდ ტექნიკური შეცდომა შეიძლება. ეს უბრალოდ ტექნიკური შეცდომა შეიძლება და ყოფილიყო და ბუნებრივია, ამით შეიძლება ისარგებლოს ნიღბიანმაც თავისთავად, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, ერთადერთი ხელშესაჭიდი ახლა ამ მომენტში რაც შეიძლება იყოს, უნდა ჩავეჭიდოთ იმას. ბუნებრივია შეიძლება სარგებლობს ნიღბიანი ამ მისი შეცდომით, მაგრამ თავისთავად სხვას ვერავის ვერ დავასახელებთ. ამ მომენტში როცა ასეთი გამოცდილ მოთამაშეს ასეთი შეცდომა წესით არ უნდა მოსდიოდეს. ვინმე სხვა რო ყოფილიყო, შეიძლებოდა ასე ამ ლოგიკით არ წავსულიყავი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ამბობს თავისთავად. მესამე მონაწილე გახლავთ ნიღბიანი. თქვენი კანდიდატურაც 3 ნომერია. კი ბატონო. ხოლმე და მხოლოდ ერთადერთი კანდიდატურაა ჯერჯერობით მაგიდაზე, თუმცა დარჩენილია 2 მაგიდის წევრი 9 ნომრის 1 წუთი. ცირა მე ვფიქრობ, რომ მერვე ნომერი ისე გავიდა თამაშიდან, რომ არასწორი ანდერძი დატოვა. არ ვიცი რატო გამოიშურა მაინდა-მაინც ჩემკენ ხელი და შესაბამისად 3 ნომერის არგუმენტი ის რო თქვა, რომ დაუშვათ შეიძლება თვითონ გასულიყო მერვე ნომერი ნიღბით და ამან ეხა რაღაცა მე მგონი უფრო გაგაშავა შენმა ტექსტმა. რეალურად მე დამიცვი და უნდა ვამბობდი მაგას, რომ რაღაცა მადლობა, მაგრამ არ ვიცი, მე 3 ნომერს ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან გაშავებენ მაგიდის წევრები, მაგრამ მეჭვი გამიჩნდა 6 ნომერზე. ამიტომ ჩემი კანდიდატი იქნება 6 ნომერი.
6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მაშასე დასახელებულები არიან სამიანი და 6-იანი. ერთი ნომრის ერთი წუთი თქვენ თელ მაგიდას მოусმინეთ და ველოდებით თქვენგან შემაჯამებელ ტექსტს. ყველას მოვუსმინე. ერთადერთი სამი ნომრის, მესამე ნომრის არგუმენტი ის რომ შეიძლება გავიდა ნიღბიანი ცოტა არალოგიკურია, იმიტომ რომ პირველ გაცნობაზე ორი ნიღბიანი გადაწყვეტდა ვინ გაეშვა და არავითარ შემთხვევაში ნაკლებად მგონია უფრო სწორად რომ პირველივეზე გაეწირათ ერთმანეთი, ანუ 2-დან 1 და წასულიყო ნიღბიანი. ამიტომ მგონია რომ იყო პატიოსანი მოქალაქე 8 ნომერი და არა ნიღბიანი. ეს ერთი, ჩემთან მიმართებით ცოტა ვერ მივხვდი არგუმენტს. 7 ვარ, იმიტომ რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე და ვცდილობ რომ ვითამაშო და დავაკვირდე თამაშს. ეს შემიძლია ჩემ თავის დასაცავად თქვა ამ შემთხვევაში და ეჭვი ძალიან რთულია ახლაც თქვა მე მირჩევნია რომ კიდევ დავაკვირდე თუ შეიძლება. არ დავასახელებ. ჩემი ეჭვი თქვენი კანდიდატურა არ დავასახელებ, მაქვს ეჭვები, ეხლა არის მაგრამ ბოლო არ მინდა შანსი, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ 2 კანდიდატურაა დასახელებული. თუ არ დაასახელებ, დარჩება 2 კანდიდატი. იყოს 2 კანდიდატი. დიახ. მადლობა. მადლობა. ახლა ზუსტად ამ თანმიმდევრობით, ანუ სამიანი და 6-იანი. სამიანსაც და 6-იანსაც მიეცემა თავის მართლების საშუალება. თავის მართლების საშუალება მიეცემათ, ამას ვამბობდი. თავის მართლებისთვის გექნებათ 30 წამი და ამ 30 წამში უნდა დაუმტკიცოთ მაგიდას, რომ თქვენ ხართ პატიოსანი მოქალაქე. 3 ნომრის 30 წამი. მართალი ბრძანდებით, მე თამაშიდან გამომდინარე, ახლა იქ შემეშალა ეს ამბავი, რომ ნიღბიანებმა გააგდეს ის და ამიტომ აქედან გამომდინარე, ახლა ტექნიკურად მე შემეშალა, რა თქმა უნდა და ისე რომ ყოფილიყავი ნიღბიანი, ამას არ ვიტყოდი, ხო, ისედაც რა. ესე იგი უბრალოდ შემეშალა რა, ის არ მახსოვდა თამაშიდან გამომდინარე და მაგიტომაც ვთქვი გულუბრყვილოთ, რომ შეიძლება ის ნიღბიანი იყოს მეთქი და მადლობა. რა თქმა უნდა ნიღბიანებმა გაუშვეს ის დროა მოიწურა 6-ანის 30 წამი, შეგახსენებთ რომ ეს 30 წამი ძირითად შემთხვევაში გამოიყენება თავის სამართლებლად 30 წამი თქვენ. ძალიან არაადეკვატურად დამესხა შემომიბრუნა სოფომ. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მის მიმართ ეჭვი და მე ცოტა შემისულუქდა მეთქი, მაგრამ მაინც შემომიტრიალდა და ამან კიდე უფრო გამიმყარა ეჭვი, რომ ერთ-ერთი ნიღბიანი არის სოფო და მალხაზე კვლავ მაქვს ეჭვი. ამიტომ, ისევ მალხაზე ვტოვე, მაგრამ მეორე სავარაუდოდ მგონია სოფო. იმიტომ რომ ძალიან შემომიბრუნდა არასწორად. და იმას მადლობა მინდოდა გეთხოვო თუ რაღაცა ისეთი თქვა თან ხელი დაადო თან ეჭვი გაფანტა ალიბი აიღო. მადლობა. დროა მოიწურა. უნდა მოემზადოთ ახლა. იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ეს არის პირველი ხმის მიცემის ეტაპი. აქედან გამომდინარე, იყავით ყურადღებით. ნუმერაციით დავასახელებ, ანუ 3-იანი და 6-იანი. აი ამ ორ მონაწილეს შორის უნდა გადავწყვიტოთ თუ რომელი მათგანი დატოვებს მაგიდას. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მოკიდებთ ნიღბებს ხელი და როდესაც გამოაცხადებთ ნომერს, თქვენ უნდა ასწიოთ ნიღაბი. თუ რომელზეც უფრო მეტი ნიღაბი იქნება აწეული, ის მოთამაშე დატოვებს თამაშს. შეგახსენებთ, რომ თუ არც ერთ მოთამაშეზე არ აწევთ ნიღაბს, ავტომატურად თქვენი ხმა გადავა ბოლო კანდიდატზე, ამ შემთხვევაში 6-იანზე. მაშასე ხმის მიცემის ეტაპი იწყება. ვინ ფიქრობს, რომ 3 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 4 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ 6 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 4 ხმა. შესაბამისად, ხმები გაიყო. მალერეთ 4. არა 4 არა. გადავიდა იმაზე. კი, როგორ არაუწევიათ ხმა, არაუწევიათ ამაზე ვისაუბრეთ, თუ არ აწევთ არც ერთზე ნიღაბს, თქვენი ხმა გადავა 6-იანზე. შესაბამისად, სულ 8 მონაწილია და 4 ხმა დაუფიქსირდა 3-იანს, 4 ხმა დაუფიქსირდა 6-იანს. ამ შემთხვევაში ამას თამაში რა თქმა უნდა ითვალისწინებს და კიდევ ერთხელ გექნებათ თავის გამართლების საშუალება, ჯერ 3-იანს, შემდეგ 6-იანს. გადავდივართ კიდევ ერთხელ თავის მართლების ფაზაზე. 3-იანის 30 წამი. მადლობა და ბოდიშ ვიხდი რომ ეს რაღაცა თამაში ისე დაიწყო რომ რაღაცა მე შემეშალა და შეცდომით დავიწყე და ყურადღება გადაგატანინეთ რაღაცაზე
ამ დროს ეს არაფერ შუაში არ იყო. არ ვიცი, ეხლა როგორ უნდა ვიმართლო თავი, მე მაქვს რამოდენიმე უკვე ეჭვი გამიჩნდა და ამას მე თუ დავრჩები დავასახელებ ჩემს კანდიდატურას და მე გამოჩნდება რა უკვე ყველაფერი. მადლობა, თქვენი დრო ამოიწურა. 6-იანის 30 წამი. მე მოკლედ თუ არ მინდა რომ შეეცდეთ, იმიტომ რომ მართლა დაკარგავთ ჩემი სახით ერთ-ერთ პატიოსან მოქალაქეს. ასე რომ ეს არის ჩემი სიტყვა და შეგიძლიათ გააცვლოთ. იმ 4-ს დააკვირდით, მე თუ გავარდი, მაინც დააკვირდით, ვინც არ აწევს მალხაზე ხმეს. ამ ნიღაბს იმ 4-დან 2 არის მაფიოზი და იმაზე გადაიქეთ. მადლობა. მე უნდა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ თუ ახლა იგივე გამეორდება და ორივე მონაწილეზე ისევ 4 ხმა გვექნება, არც ერთი მათგანი არ დატოვებს თამაშს და გაგრძელდება თამაში ნიღბების ღამით. მე შემიძლია კიდევ გამიმეორო. თუ ისევ იგივე მონაცემები გვექნება და ორივე მათგანზე მივიღებთ 4 ხმას, თამაში გაგრძელდება ნიღბების ღამით. მაშასე მოემზადეთ ხმის მიცემის ეტაპი იწყება. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს 3 ნომერმა? 5 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს 6 ნომერმა? შესაბამისად 3 ხმა. თამაშს ტოვებს 3 ნომერი, 3 ნომრის ბოლო სიტყვა 30 წამი. ავით შეცდომაში შეხვედით ახლა და ძალიან ცუდია რომ ეს პატიოსანი ადამიანი გააკეთეთ. და ნახავთ თქვენ თვითონ რა ცოტა ხანი მაგრამ თილად იყავით, მაგრამ ძალიან მაგარი შენიღბულია ის ნიღბოსანი. მე მადლობა თამაშისთვის. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები. სასიამოვნო იყო. გავაცილოთ 3 ნომერი. მადლობა მას. ჩვენ კი უნდა მოემზადოთ, რადგან იწყება მეორე ნიღბების ღამე. ღამდება და ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ყურადღებით ყველას ნიღაბი კარგად გვაქვს აფარებული. ნიღბიანები ემზადებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთ მოთამაშეს დაატოვებინონ მაგიდა. მაშასე ვემზადებით კიდევ ერთი ღამისთვის. ნიღბიანები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ რომელ მოთამაშეს დაატოვებინებენ მაგიდას. გადაწყვეტილება მიღებულია. დასრულდა ნიღბების ღამე და ყველა ვიხსნით ნიღაბს. გათენდა. მაშასე მაგიდას ტოვებს ნომერი 4. 4-იანის 30 წამი. ბოლო სიტყვა. მეგობრებო, მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ჩემი აზრით უზუსტესად გამოვიცანი ერთ-ერთი ნიღბოსანი, რომელიც ვერ გადაარჩინა მეორე ნიღბოსანმა, მაგრამ მე თავიდანვე გითხარით თქვენ რომ ისეთივე პატიოსნებით მიუდგებოდი ამ საქმეს, როგორც უდგები ჩემი ჯგუფის სიმღერებს. ასე რომ გადაცემის ბოლოს თქვენ ნახავთ რომ რეზო და ბავშვები არის უპატიოსნესი ჯგუფი ამ ქვეყანაზე. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. გავაცილოთ 4 ნომერი, მადლობა 4 ნომერს. ახლა კлау გეძლევათ საერთო წუთი, სადაც ყველა შეგიძლია თქვენი აზრი დააფიქსიროთ. დრო. ძალიან დაიძაბა სიტუაცია. დაიძაბა. რა ვერსიები გაქვს? საკმაოდ. იცი რა? გართულია. ლოგიკურად მე უნდა მოვეკალი. იმარა ძალიან აფრთხილე. ბრავო, ეხლა. საშიში თუ ის იყო, უნდა მოვეკალი. და შეცდომა დაუშვა თქვენი აზრით მესამემ თუ მესამემ რას? ან ტექნიკური შეცდომა დაუშვა მართლა და მართლა არ იყო პატივი, იმიტომ რომ მაგაზე ბევრი რაღაცა არის მე მე მგონია რომ იყო. დაუშვა, მაგრამ მე მგონია რომ ეს და მაშინ და ტექნიკური შეცდომა თუ დაუშვა, მაშინ ან მეოთხემ ან მეხუთემ კარგად ისარგებლა მაგით მე და გამოიყენა მისი ტექნიკური შეცდომა. აი ამ ლოგიკას თუ წაყვები და თუ იმ ლოგიკას წაყვები რომ
მე-9 მონაწილემ უბრალოდ უნდოდა რომ გადაერჩინა და ასე ვთქვათ არ დაასახელა ჩემი აზრით შეიძლება მაგ შემთხვევაში მე-9-ს მეპარება რომ პირველივე სვლაზე გაეწირათ ერთმანეთი. პირველ ნომერო ვინ გონია თქვენ? პირველივე. არ ვიცი. 3 ნომერზე გქონდა ერთვი და მეორე ვერსია? მეორე ვერსია. დრო ამოიწურა. კიდევ მესამე წრე იქნება და მესამე წრეს ხსნის 5 ნომრის 1 წუთი შეგახსენებთ რომ ეს ამ წრეზე შეგიძლიათ კანდიდატების დასახელება 5 ნომრის 1 წუთი ჩაირთოთ რომ ძალიან მიჭირს იმიტომ რომ არ მინდა რომ სამი ქალბატონი შეხვდეთ და რომელიმეს დავადო ხელი მაგრამ რატომღაც ორივეზე გამიჩნდა ეჭვი და უბრალოდ მინდა რომ დიდი ხანი ამშვენებდნენ კიდე მაგიდას და შესაბამისად მიჭირს მათი დასახელება მაგრამ გოგონებზე მაქვს ეჭვი რატომღაც რა დაკვირვების დასაწყისიდან ბოლომდე აი უბრალოდ მიმიკები თუნდაც არ დაფიქსირება აი მე რო ეხლა სიტყვაზე ვარ პატიოსანი მოქალაქე მგონია რომ უფრო თავისუფლად ვსაუბრობ და უფრო თავისუფლად შემიძლია რაღაც ციფრები დავასახელო ასე ვთქვათ იმიტომ რომ ლაღი ვარ ასე ვთქვათ ჩემ გადაწყვეტილებასთან და ეს არის ერთ-ერთი ჩემი არგუმენტი რა მგონია რომ რომელიმე მანდილოსანი არის მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ ვერც ერთს თქვენი კანდიდატურა არ ასახელებთ კანდიდატურას არ ვასახელებ ეჭვი ვარაუდი პირველი და მე-9 მაგრამ კანდიდატურა არ მიიღო არც ერთის არა მადლობა 6 ნომრის 1 წუთი ძალიან ამერდამერია ყველაფერი იმიტომ რომ ანუ ერთი ლოგიკით იმ ლოგიკით რომელსაც მე ვანვითარებდი რომ უნდა ყოფილიყო სოფო მაგ ლოგიკით სოფო თუ იქნებოდა მე უნდა მოვიკავე ანუ ის ერთ-ერთი რომელიც დარჩა და მე ეგრე მგონია რომ ერთი ახლა დარჩენილი მაფიოზი შეიძლება ითამაშა და თვალის ასახვევად ამიტომ მოიშორეს აბსოლუტურად უდრტვინველი ადამიანი ჩემს გასაბითურებლად რომ მე ეჭვი გადავიტანო სხვაზე მაქვს კიდევაც ამის საფუძველი რომ სხვაზე გადავიტანო იმიტომ რომ ვიღაცები უკვე საეჭვოდ იქცევიან აქ და სოფოზე მაინც რჩება იმიტომ რომ ბოლოს როცა ადგა მახო აი ქალები რომ მარტო რჩებიან ხოლმე კინოებში ესე გააყოლა თვალი ოღონ ეს შეიძლება უბრალოდ დამთხევა იყო მაგრამ აი რო არ მომკლა თუ ესა მაფიოზი მაგის ეჭვი მეპარება თქვენი კანდიდატურა გამოდი იყოს სოფო 9-იანი მიღებულია 9-яნის კანდიდატურა 7-яნის 1 წუთი თქვენი კანდიდატურა თუ დაიწყეთ კანდიდატურა მარტივი ლოგიკით თუ წავყვებით და პირდაპირ ვიზრუნებთ იმაზე რომ ასე ვთქვათ ძალიან სიღრმეებში არ ჩავიდეთ მაშინ ამ შემთხვევაში ბუნებრივია მე-9 ნომერი უნდა დავასახელო წესით და რიგით და დიდი ალბათობით ასეც მოიქცევი მაგრამ მეორე ლოგიკას განავითარებ იმას რომ შეიძლებოდა ტექნიკური შეცდომა მოსულოდა ადამიანს ძალიან სწორად მე ჩაავლო თავისთავად მე-4 ნომერმა და მე-5 ნომერმაც გააგრძელა იგივე რიტორიკა მე-5 ნომერი იმიტომ მგონია კიდევ რომ ცოტა მგონია რომ ღელავს აი რაღაც ცოტა უფრო აღელვებული მეჩვენება ეს ადამიანი მაგრამ ბუნებრივია პირველი ლოგიკა ბევრად უფრო დასაყრდნობია თავისთავად ვიდრე მეორე ამ შემთხვევაში მაინც დავეყრდნობი მარტივ მიმართულებას და მარტივ ლოგიკას და დავასახელებ მე-9 ნომერ მოთამაშეს. თქვენი კანდიდატურაც არის 9-იანი. 9-იანი დასახელებულია, მაშ ასე 9-яნის 1 წუთი. მარტო მე ვარ დასახელებული კაცი. ამ ეტაპზე კი ბატონო, ორმა ძალიან ცუდი გოგო ვარ ესე იგი. ძალიან ცდებით, მეგობრებო, ძალიან ცდებით. ნიღბოსნები ძალიან კარგად ინიღბებიან. ამ შემთხვევაში მართლად მიშევთ როგორც პატიოსან მოქალაქეს, რადგანაც მარტო ვარ დასახელებული, ესე იგი მივდივარ. თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა თქვენი კანდიდატურა? თქვენი კანდიდატურა? ნუ ჩემი კანდიდატურა ისევ არის 6 ნომერი, იმიტომ რომ 6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია და ხალხო გააკეთეთ სწორი არჩევანი დამიჯერეთ რა. მე სხვანაირად ვეღარ ვიმართლებ თავს ვერანაირად და იყოს ისე როგორც უნდა იყოს. ას. მადლობა. 1-яნის 1 წუთი. კანდიდატურა თუ ყავთ, კანდიდატურით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ 5 ნომერმა გამოთქვა ეჭვი ჩემზეც და 9 ნომერზეც, მაინც არ მგონია, რომ იყოს ნიღბიანი. თავიდანვე ეჭვი მქონდა 3 ნომერზე, სოფო მაპატიე 9 ნომერზე და 6 და 7 შორის ფიქრობ. ვიღა დარჩა.
დარჩა დავრჩით ჩვენ. ანუ 5 ნომერზეც არ ვფიქრობ. ძალიან რთულია გავარკვიო ვუსმე რაღაც არგუმენტებს. შეიძლება ძალიან კარგად ინიღბებიან და თამაშობენ, მაგრამ მაინც მაქვს ეჭვი. ძალიან რთულია კიდე დავასახელო. ვინაიდან დასახელდა 9 ნომერი და 6-იანი დიახ. 6-იანის დასახელებულია? დიახ, 9-იანმა დაასახელა 6-იანი. თქვენი კანდიდატურა? კი ბატონო, ორივეზე მაქვს ეჭვი, ასე რომ უკვე თუ დასახელებულია, აზრი არ აქვს დამატებას, უყაროთ კენჭი. კი ბატონო. მადლობა. ორიანის ერთი წუთი თქვენ მთელ მაგიდას მოусმინეთ. გელოდები თქვენგან შემაჯამებელს. მადლობა და გამიმყარდა ფიქრი, ეჭვი არა. ეჭვებს რა უნდა ჩვენ. ანუ ისეთი წრე წამოვიდა და ისეთი მსჯელობები იყო, რომ რაც თავში მეგონა ის გაიფანდა, რაც მერე მეგონა გადაკეთდა, მგონია რომ არ გასულა აქედან ნიღბიანი, პირიქით პატიოსანი მონაწილეები, მოქალაქეები დაგვტოვეს და ჩემი ვერსია საერთოდ სხვა არის. პირველი ნომერი და 7 ნომერი მგონია. ერთი კანდიდატურა უნდა გითხრათ? პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მე მომიტევი. კი ბატონო, მადლობა. მაშასე დასახელებულები არიან ამ ნუმერაციით 9-იანი, 6-იანი და 1-იანი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ თავის გამართლების 30 წამი. გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე. მაშასე 9-яნის 30 წამი. ხალხო საერთოდ არ მაქვს თავი გასამართლებელი, მართლა ძალიან პატიოსანი მოქალაქეები ვარ აქ და მე გითხარით პირველივე წრეზე დავასახელე 6 ნომერი. აი 100%-იანი ნიღბოსანი ზის 6 ნომერში, ასე რომ ჩემი ხმა იქნება აუცილებლად 6 ნომერი. ბას. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი. ხო, კიდევ ერთხელ თავიდან რადგან გადამეკიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შემიმოშორება. აქედან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას იმას, რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ეს გაითვალისწინეთ, არ გამიშვათ, იმიტომ რომ წავაგებთ. აქედან ამიტომ მოუხმეთ გონს. კვლავ რა თქმა უნდა, გავარდება და მივხვდებით დიდი ალბათობით შეიძლება მოვიგოთ კიდევაც მოქალაქეები. მისი გავარდნით. თუ არა და უკვე სხვებზეც მაქვს ეჭვი. მადლობა. გამოიწურათ რომ 1-яნის თავის მართლების 30 წამი. მე არგუმენტი ვერ მოვისმინე, რატომ არის ჩემზე ეჭვი. იქიდან მე მგონია რომ ძალიან ლოგიკურად ვჯელობდი და ვფიქრობდი აქამდეც, არ ვასახელებდი თავიდანვე იმიტომ რომ ვაკვირდებოდი თამაშს, თუმცა ეჭვები მქონდა თქო, ვთქვი. სხვათა შორის აი უკვე ბოლო წამებზე მეც გამიჩნდა ეჭვი ერთ-ერთ მონაწილეზე. მე ხო შემიძლია მაქვს კენჭისყრის უფლება და მონაწილეობის მიღება. კი ბატონო. და იქ დავაფიქსირებ ჩემს აზრს. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. ძალიან გთხოვთ ყველამ გაითვალისწინეთ მოქალაქე. იწყება ხმის მიცემის ეტაპი. უკვე იცით როგორ ხდება. უნდა მოკიდოთ ნიღბებს ხელი და ნიღბების აწევით უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშასე, ანუ ასე ვიტყვით, 9-იანი, 6-იანი და 1-იანი. მოემზადეთ. მაშასე ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 9 ნომერმა? 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 6 ნომერმა? 2 ხმა. და ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 1 ნომერმა? 1 ხმა. მაშასე მაგიდის გადაწყვეტილებით თამაშს ტოვებს 9 ნომერი, 9 ნომრის ბოლო 30 წამი. ბოლო სიტყვა. მეხი დაგეცეთ თქვენ. გილოცავთ მოგება. გილოცავთ პატიოსნება მოიგეთ. გილოცავთ. კარგი თამაში იყო. ყოჩახ. შვენიერი თამაში იყო. აუ მახო. ბოლო მომენტში მეგონა და ცემოშე. დიდი მადლობა. მახო ბოლოს ახეთ რომ მახო და გაილა. დამატარია გილოცავთ. სავარაუდო. ორივე თავში თუ არა. ძალიან მარტივი დაიწვა იმან. დაიწვა, ეხა ეგეთი მაგარი მოთამაშე შანსია. ჩემო პატიოსი. მაშასე დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ბულევუსგან მიიღეთ სასიამოვნო პრიზებს და აუცილებლად კიდევ შევხვდებით, იმედი მაქვს. შვენიერი თამაში იყო.
კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. აბა კილოსა პატიოსანა მოკალათე მართლა